ბინარის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც მოსამართლეებს ზეწოლის შემცველის შეტყობინებები გაუგზავნა. პროკურატურა კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, პაატა ქათამაძეს და ბესარიონ ალავიძეს წერილობითი მიმართვები, ასევე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან SMS შეტყობინებები მიუვიდეთ, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. რუსთავიორის საქმის მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს ეხმაურებიან პოლიტიკოსებიც. თემაზე ნოდარ ჩაჩუა მუშაობს, რომელიც ახლა უფრო დეტალურად მოამბის პირდაპირ ეთერში საუბრებს. ნოდარ გისმენთ. დიახ, პროკურატურამ სულ ცოტა ხნის წინ უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება წარიმართა, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით რიგი გარემოებები უკვე გამოკვეთილია, თუმცა იგი პროკურატურაში და მთავარ საგამოძიებო ორგანოში მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. დღეს პროკურატურაში საუბრობენ იმაზე, რომ თავად ბუქარის შემცველი წერილები მოსამართლეების მისამართით ნამდვილად გაგზავნილია. ამ დროისთვის ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის გამოკითხული არიან ეს მოსამართლეები, მათი ოჯახის წევრები, იკვეთება მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის ნიშნები და ასევე მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს აქვს კონკრეტული გეგმა საგამოძიებო, რომლის ამოწურვის შემდეგაც საზოგადოებას მიეწოდება უფრო მეტი ინფორმაცია. ეს იყო ის განცხადება, რომელიც დღეს მთავარ საგამოძიებო ორგანოში ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც უკვე თქვენ გაიგეთ, მთავარ პროკურატურაში კონკრეტული გეგმა არსებობს იმისი, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ამის შემდეგ საზოგადოებისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს დილით დამკეთდება პოლიტიკური შეფასებები, სულ ცოტა ხნის წინ შეფასებები გააკეთეს როგორც ევროპული საქართველოს ლიდერებმა, ასევე ოპოზიციის სხვა წევრებმა. ისინი გმობენ მოსამართლეზე განხორციელებულ ზეწოლას და პასუხისმგებლობას რიგი პოლიტიკური პარტიები, რიგი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები აკისრებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სასწორზე არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, რომელიც შეიძლება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და თვითონ ჟურნალისტებს და საზოგადოების მცირე ნაწილს შეიძლება ანაყლებდეს. ეს არის ძალიან ფართო პრობლემა და ჩვენ შევავთ იმ ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალს მე ეს ხელისუფლება ვეღარ იპოვის. ამიტომ პირველი რაც მინდა მოუწოდო არის ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, ის მოვალეა გაასაჯაროოს ის მიმართვა, რომელიც მისმა კოლეგებმა მის სახელზე დაწერეს, რადგანაც ჩვენ ხედავთ უკვე პროკურატურის მხრიდან და სუსის მხრიდან, რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით არის ცდელობა ისრების გადატანის. არ ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყოთ ჩუმად, ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურად ვიმოქმედოთ, ვინაიდან ეხლა არის სწორედ მოქმედების დრო და გვაქვს ერთი ძალიან კატეგორიული მოქმედება. ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან უკვე ნათლად არის მოცემული ის მოცემულობა, როდესაც ბატონი გომელაური არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი პოლიტიკური ბატონი ივანიშვილის მხრიდან. ყოველგვარი ზეწოლის და წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს მოსამართლე და ამიტომ ვიკრიბებით ჩვენ და ამიტომ ვსჯელობთ. ეს არის მთავარი თემა. რაც შეეხება რუსთავიორს, არ ვაკეთებთ კომენტარს არც მე და არც ჩემი გუნდის წევრები რუსთავიორთან. საგამოძიებო უწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დროულად დაადგინოს, ვისი მხრიდან მომდინარეობდა ეს ზეწოლა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მაღალ რეიტინგული საქმის მოსამართლეზე არის საუბარი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამაზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება. რაც უფრო იქნება დუმილი ამ საქმეზე და რაც უფრო კითხვები იქნება და ამ კითხვებზე პასუხი არ იქნება შესაბამისი უწყებების მხრიდან, მით უფრო ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი ორგანოები ხელისუფლება ცდილობდა და შემდგომშიც ცდილობს ამ ფაქტის მიჩქმავლას და დამალვას. ჩვენ არ ვიცით, მე არ ვიცი ვინ ახორციელებდა ზეწოლას, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ახორციელებდა ზეწოლას, ყველამ უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული, ვინაიდან ვიმეორებ, ეს არის დემოკრატიაზე დარტყმა პირდაპირ, ეს არის ქართულ სახელმწიფოებრიობაზე დარტყმა. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. სავიზო რეჟიმი და სანქციები განახორციელონ სუსის იმ მაღალ ჩინოსნებზე, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ახორციელებენ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, აშანტაჟებენ მოსამართლეებს, თანამშრომლობენ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან და ამჟამად დაკავებული არიან ტელევიზიების მიტაცებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კერძოდ კი პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მაქსიმალურად მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება როგორც სასამართლოს თავისუფლების საკითხს, ასევე მედიის თავისუფლების საკითხს და ორივე მათგანი დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტური საფუძვლებია. პრეზიდენტი ძალიან აქტიურად აპირებს ჩაერთოს ამ საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც აი ამ გაჩენილ კითხვის ნიშნებს პასუხს გასცემს. ეს არის ძალიან რთული თემა, როდესაც მოსამართლეები ლაპარაკობენ გარკვეულ ზეწოლაზე და უბრალოდ მითქმა-მოთქმა კი აღარ არის, არამედ არის უკვე ოფიციალური პროცესი და ბუნებრივია პრეზიდენტი ძალიან აქტიური იქნება და ის ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსამართლეებს. ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე საბჭოს თავმჯდომარეა ნინო გვენეტაძე და ასევე თავად საბჭოს წევრები. რაც შეეხება არის თუ არა საბჭოს განსახილველი საკითხი, მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტი ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელონ, მას შემდეგ რაც უშიშროების საბჭოს, უსაფრთხოების საბჭოს, იუსტიციის საბჭოს სხდომა დასრულდება, მას შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. მადლობა ნოდარ, ეს ნოდარ ჩაჩუა იყო.